რას ვაკეთებთ არასწორად წყლის მიღებისას? უმეტესობა წყალს ვსვამთ მაშინ, როცა წყურია, მაგრამ ეს უკვე დეჰიდრატაციის ნიშანია. წყლის ოდენობა ყველასთვის ერთნაირი არ არის. ის დამოკიდებულია წონაზე, სქესზე, კლიმატურ პირობებსა და ფიზიკურ აქტივობაზე. მოდით გაჩვენებთ მარტივ და პოპულარულ ფორმულას. ქალბატონებისთვის 30 მილილიტრი წყალი გამრავლებული სხეულის წონაზე კილოგრამებში, ხოლო ბატონებისთვის 35 მილილიტრი წყალი გამრავლებული სხეულის წონაზე კილოგრამებში. გაზიანი სასმელები, ყავა, ენერგეტიკულები წყლის რაოდენობაში არ ითვლება და ეს უფრო მეტ სითხეს გვაკარგინებს. რამდენი გამოვიდა თქვენი ნორმა და რეალურად რამდენს სვამთ, დაწერეთ კომენტარებში. თუ ჩათვლი რომ ეს ინფორმაცია სასარგებლოა, გაუზიარეს ვებსაც.